გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ გიორგი და წარმოგიდგენთ Zoom-ერის მორიგ ვიდეო მოხილვას. აპრილში უკვე ყოველთვის ნაცნობა კომპანია Xiaomi ახალი ფლაგმანი წარმოგვიდგინა, რომელიც არა მარტო ვიზუალით, არამედ ტექნიკური მახასიათებლებითაც გამოირჩევა. დღეს სწორედ მათი ახალი ფლაგმანი Mi 6 განვიხილოთ. პირველი რაც თვალში ხვდება ეს Mi 6-ის დახვეწილი დიზაინია, თუმცა ალბათ მასში სხვა smartphone-ის ამოცნობა არ გაგიჭირდებათ. მას წინა და უკანა მხარეს ძალიან ლამაზი შუშა აქვს, გვერდები კი უჟანგავი ფოლადისგანაა დამზადებული. უკანა შუშა ორივე მხრიდან მოღუნულია, რაც ძალიან ეფექტურად გამოიყურება და ხელში ის კომფორტულად თავსდება. გვერდები კი პრიალაა. წინა მხარე მინიმალისტურად გამოიყურება, მას მხოლოდ ერთი ღილაკი აქვს, რომელშიც თითის ანაბექტის სენსორი მოთავსდა. Mi 6-ის ეკრანი 5.15 ინჩიანია, რომლის გაფართოება Full HD-ია. ის წინა პანელი 71% იკავებს. PPI 428-ს შეადგენს. ხედვის კუთხეები მაღალია, ფერები კი ძალიან კარგი. Xiaomi-მ სპეციალური რეჟიმი შექმნა, რომელიც როგორც Night Shift-ი iOS-ში, ეკრანის ფერებს აყვითლებს და თვალებს ნაკლებად ხლის smartphone-ის სარგებლობისას. კომპანიის თქმით, მათ ცივი დიაპაზონის ფერები შეამცირეს, რათა ფერები ბუნებრივი დარჩეს და ძალიან არ გაყვითლდეს. თუმცა დიდი სხვაობა სიმართლე გითხრათ ვერ შევამჩნიეთ. ახლა კი რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს. Mi 6 უახლეს Snapdragon 895-ზე მუშაობს. დღესდღეობით მოცემული ჩიპსეტი სულ რამდენიმე მოწყობილობას გააჩნია. ალბათ ხვდებით, რამდენი დრო და ძალისხმევა დასჭირდა Xiaomi-ს, რომ ფლაგმანური ჩიპსეტი გამოიყენებინათ, რისთვისაც დიდი პლუსი მათ. ის 8 ბირთვიანია და 10 ნანომეტრიანი ტექნოლოგიით არის დამზადებული. ოპერატიული მეხსიერება 6 GB, 6 შიდა მეხსიერება კი 64 ან 128 GB. ერთადერთი არ აქვს მეხსიერების ბარათის მოთავსების სლოტი, თუმცა ორივე შემთხვევაში მეხსიერება საკმარისია. ტელეფონი ძალიან სწრაფად მუშაობს, უახლესი ჩიპსეტის და დიდი ოპერატიული მეხსიერების წყალობით. შევამჩნევთ, რომ Mi 6 ორი კამერა აქვს, ორივე 12 მეგაპიქსელიანია, ერთი 27 მმ-იანი 1.8-იანი დიაფრაგმით, ხოლო მეორე 52 მმ-იანი 2.6-იანი დიაფრაგმით. მეორე კამერა ორმაგი ზუმის საშუალებას გვაძლევს, როგორც iPhone 7 Plus-ში. ასევე როგორც 7 Plus-ში, მას აქვს პორტრეტის რეჟიმი. ის ძალიან კარგად მუშაობს და უკანა ფონს ისე ბუნდოვანს ხდის, ერთი შეხედვით რთულია მივხვდეთ, ეს smartphone-ით არის გადაღებული თუ ფოტოაპარატით. ამ ყველაფერთან ერთად აქვს 4 ღერძიანი სტაბილიზაცია, რაც დაგეხმარებათ თუ ხელები გიგანკალებთ. გადაღებული ფოტოს ხარისხი როგორც დღის შუქზე, ასევე დაბალ განათებაზე იდეალურია. ფერები ბუნებრივია, ფერთა გამაც კარგად არის დაცული. წინა კამერა კი 8 მეგაპიქსელიანია. ინტერფეისში განსაკუთრებული არაფერია. ეს ყველასთვის ნაცნობი MIUI გახლავთ. Android-ის ვერსია 7.1.1-ია. შეამჩნევდით და მას არ აქვს ხუთასმენი 3.5 მმ-იანი ჯეკი. სწორედ ამიტომ მას კომპლექტაციაში გადამყვანი მოყვება Type-C-ზე. ერთი შეხედვით ეს მინუსია, თუმცა გადამყვანი სარგებლობისას დისკომფორტს არ განიჭებთ. რა თქმა უნდა, სანამ smartphone არ დაჯდება, რადგან შემდეგ ერთადერთი გამოსავალი უკაბელო ყურსასმენი იქნება. ელემენტი 3350 mAh-იანია, რომელიც კარგი ოპტიმიზაციის საშუალებით ერთი სრული დღე უპრობლემოდ მუშაობს. თითის ანაბეჭდის სენსორი, როგორც გვეკითხარით, სახლის ღილაკშია მოთავსებული და ის ძალიან სწრაფად და კორექტულად მუშაობს. კომპლექტაციაში ასევე სილიკონის ჩასადები მოყვება, რომელიც smartphone-ს არასკელებს და იცავს დავარდნისგან და დაკაცვრისგან. ახლა კი მოდით დავაჯამოთ ლამაზი და დახვეწილი დიზაინი, უახლესი და უსწრაფესი ჩიპსეტი, შესანიშნავი კამერები და რაც თავარია დიდი ოპერატიული მეხსიერება. ეს ყველაფერი ამ smartphone-ის დიდი პლუსებია. მის საფასო კატეგორიაში ჩემი აზრით ის საუკეთესო smartphone-ია. დღეისთვის კი სულ ეს იყო. მადლობა ყურადღებისთვის და მომავალ შეხვედრამდე.